დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები და მხარდამჭერები ამ წუთებში კანცელარიასთან არიან შეკრებილი. ისინი აპირებენ ადგილზე პუფები მიიტანონ. მობილიზაცია აქვს პოლიციას. მარიამ ლეკიაშვილი ადგილზე ჩვენი ჟურნალისტი ისახლა შემოგვერთება პირდაპირ ეთერში და გვეტყვის სიახლეებს ადგილიდან. დიახ, ნინო, ახლა თქვენ პირდაპირ ეთერში კადრში ხედავთ, როგორ მოაქვთ ადამიანებს პუფები ქართული ოცნების მთავრობის ადმინისტრაციასთან. ესენი არიან სახალხო დამცველის აპარატთან დაკავშირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საბჭოს წევრები, რომლებიც სოლიდარობას უცხადებენ აქ შეკრებილ ადამიანებს. მათ ახლა მოაქვთ პუფები ამ ადამიანებთან, ვინაიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები მათ არ აძლევდნენ აქამდე პუფების მიტანის საშუალებას. ახლა შეგვიძლია მოვისმინოთ ერთ-ერთი მათგანის კომენტარი. მოთხოვნა და მე ვფიქრობ, რომ სახელმწიფოს უნდა ცხენოდეს, როდესაც მე მაგალითად მართლა მეცინება, რომ პუფები მოგვაქვს მშობლებისთვის, რომ პროტესტი გააგრძელონ და ხედავთ თქვენ რამხელა მობილიზებაა პოლიციელების. უბრალოდ ცოტა წარმოუდგენელ ვითარებაში მგონია თავი, ვერ წარმომიდგენია აი ამ ყველაფრის გამო ამდენი პოლიციელი მოვიდეს და არ ვიცი რა უნდა გააკეთონ. თქვენი ვარაუდი როგორია, რატომ არის აქ პოლიციის ასეთი მობილიზება, რომ პუფები კვლავ არ მიგატანონ? არც ერთ ნორმალურ სახელმწიფოში მსგავსი რამ არ შეიძლება ხდებოდეს, რომ დედებს და მამებს, რომლებიც მართლა შვილების სიცოცხლისთვის იბრძვიან, არ თმევენ შესაძლებლობას, რომ ღამე ყინვაში პუფზე დასხდნენ, რომ არ გაიყინონ. და ამის გამო, რომ ჩვენ ეს პუფები გვინდა მათ მივაწოდოთ, აი ამდენი პოლიციელია მობილიზებული და არ ვიცი, ალბათ მათგან უარი იქნება, მაგრამ ჩვენთვის ესეც პასუხია. როდესაც სახელმწიფო კიდევ ერთხელ ეუბნება მშობლებს უარს იმაზე, რომ ადამიანურ პირობებში შეძლონ პროტესტის გაგრძელება, იმიტომ რომ ისინი ჩემი აზრით იმყოფებიან ახლა წამების ტოლფასია, იმიტომ რომ არა ადამიანური პირობებია, როდესაც შენ ღამით ყინვაში, წვიმაში გიწევს ესე ფსიქოლოგიური და ფიზიკური ტკივილის განცდა და ეს სახელმწიფოს ვფიქრობ, რომ ძალიან ძვირად დაუჯდება. იმიტომ რომ არ შეიძლება მოქალაქეს, რომელსაც აქვს სრული უფლება კონსტიტუციურად, ასევე გაეროს ადამიანის უფლებების კონვენციის შესაბამისად, რომლის ხელმომწერების ჩვენ ვართ, ხო, ჩვენი ქვეყანა სრული უფლება აქვს, რომ მათ შეიკრიბონ, გამოხატონ თავიანთი აზრი, გააპროტესტონ ის, რაც გაზაპროტესტებელია და ყველაზე მთავარი, ხო, ისინი აბსოლუტურად არავის არ უშლიან ხელს ამ პროტესტში. არც ვთქვათ მოქალაქეების გადაადგილებას ვთქვათ უშლიან ხელს. აქ არაფერი სახიფათო არ ხდება, რომ ვთქვათ რაღაცის გამო სახელმწიფომ უარი თქვას, რომ თუნდაც პუფებზე გააგრძელონ, ესე რომ ვთქვათ, ღამით პროტესტის გაგრძელება. ამიტომ ნახოთ რას იზამენ. და ახლა რას აპირებთ? სად უნდა განეთავსოთ ეს პუფები? მშობლებთან უნდა მივიტანოთ, რომ ეს ორი პუფი შევუტანოთ, რომ ღამე დღეს შედარებით თბილ პირობებში გაათენონ. ზოგადად მე ვფიქრობ, რომ ისიც ძალიან სირცხვილია, რომ მშობლებს შვილების სიცოცხლისთვის ასეთი ბრძოლა უწევთ და ღამეების თენება და მით უმეტეს როდესაც ელემენტარულ რაღაცას და არა ადამიანურ ხელს უწყობენ, რომ ეს მშობლებმა ესე ვთქვათ, ისეთ პირობებს უქმნიან მშობლებს, რომ ფარხმალი დაყარონ ამ წამების შედეგად, ესეთი მოქცევის შედეგად და უარი თქვან, მაგრამ მე გუშინ ამ მშობლებს შევხვდი და ნახე როგორი ძლიერი მშობლები არიან, როგორ მედგრად იცავენ თავიანთი შვილების უფლებას და ვერავინ ვერ დაუდგება მათ წინ და ისინი არ არიან გამჩერებლები. ამიტომ სახელმწიფოს მე მივმართავდი, რომ იმიტომ საბოლოოდ არ გამოჩდნენ ესეთ არა ადამიანური სახით არ წარმოჩნდნენ როგორც ქართველი მოსახლეობის, ასევე საერთაშორისო რანგში და მე მოვუწოდებ მათ, რომ ამ მშობლებს არა მარტო პუფების შეტანის უფლება მისცენ, არამედ ეს წამალი დაუფინანსონ და დაიწყონ უკვე ამაზე მუშაობა, იმიტომ რომ ადრე თუ ქვიან მაინც მოუწევთ ამ ყველაფრის გაკეთება, იმიტომ რომ ეს მშობლები არ არიან გამჩერებლები.
კი ბატონო, თქვენ ახლა პირდაპირ ეთერში ხედავთ, როგორ შემოაქვთ მთავრობის კანცელარიის მიმდებარე ტერიტორიაზე ადამიანებს პუფები. მე მაყურებელს შევახსენებ იმასაც, რომ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე სინდრომის ბავშვების მშობლებს არაერთხელ ჰქონიათ მცდელობა, რომ აქ უწყვეტი პროტესტის მიმდინარეობისას შემოეტანათ პუფები, ასევე მშვიდობიანი აქციისთვის საჭირო ატრიბუტები. მათ ასევე არაძლევდნენ აქ საშუალებას, რომ გაეშალათ კარვები. მიუხედავად იმისა, რომ კანცელარიის მიმდებარე ტერიტორიასთან არის ძალიან დიდი საპოლიციო მობილიზება, ამ ადამიანებს მათ მაინც მისცეს საშუალება, რომ პუფები შემოეტანათ კანცელარიის მიმდებარე ტერიტორიაზე. აქ შეკრებილი ადამიანები მათ დახვდნენ ოვაციებით, ვინაიდან მათ შეძლეს ის, რაც ამდენი ხნის განმავლობაში ვერ გააკეთეს აქ შეკრებილმა ადამიანებმა, ვინაიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები მათ ამის უფლებას არ აძლევდნენ.